თურქეთი არც აქამდე გამოირჩეოდა დემოკრატიით და არც ახლა აპირებს თავის გამოჩენას. უბრალოდ საკითხავი სწორედ ეს არის. თურქეთს არ სურს დემოკრატია თუ პრობლემა დღევანდელ მმართველშია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომაც არის ევროკავშირის კარი კვლავ დაკეტილი თურქეთისთვის, არა უშუალოდ თურქეთი, არამედ ერდოღანია. 2025 წლის 23 მარტს თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერი სტამბოლის სამჯერ არჩეული მერი ეკრემ იმამოღლუ სხვა 48 პირთან ერთად დააკავეს. სამჯერ არჩეული, იმიტომ ვთქვით, რომ პირველი გამარჯვება გაუუქმეს და განმეორებითი არჩევნებიც მოიგო. თურქეთის პროკურატურა იმამოღლუს და სხვა დაკავებულებს ედავება კორუფციასთან კავშირსა და მასში მონაწილეობასა და ამავდროულად ტერორიზმის მხარდაჭერასა და დაფინანსების ხელშეწყობას. პროკურატურა თვლის, რომ იმამოღლუ მონაწილეობდა უამრავ კორუფციულ გარიგებაში, კერძოდ აგებინებდა ტენდერებს მისი ნდობით აღჭურვილ ხალხს და სხვა. სხვადასხვა სახის ქონებების შედეგად საერთო ჯამში იმამოღლუს ედავებიან 15 მილიარდი დოლარის გაფლანგვასა და კორუფციული სქემებით მის მითვისებას. ეკრემ იმამოღლუ გახლავთ ადამიანი, რომელმაც მოახერხა და ერდოღანის ავტორიტარულ ქვეყანაში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ისტორიულ მუნიციპალიტეტში ახერხებს გამარჯვებას. იმამოღლუს მხარდაჭერთა რაოდენობა მერად არჩევის პირველი დღიდან იზრდება და შეიძლება ითქვას ახლა სწორედ რომ პიკშია. სწორედ იმამოღლუ განიხილებოდა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ერდოღანის ხალხსაც ჰქონდა. გარდა ამისა, შიდა გამოკითხვების შედეგებიც იციან და ხვდებიან, რომ ერდოღანის რეიტინგი კლებადია, ხოლო იმამოღლუს მზარდი. დღეს რომ არჩევნები ყოფილიყო, სავარაუდოდ ერდოღანის მხარდაჭერილი კანდიდატი ან თვითონ ერდოღანი იმამოღლუს წინააღმდეგ დამარცხდებოდნენ. ამაზე გამოკითხვებიც აშკარად მეტყველებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა არც აცია და არც აცხელა. პირველი ნაბიჯი გადადგა და ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუქმებულად სცნეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ვეღარ გახდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი. განსხვავებით ჩვენგან თურქეთში სავალდებულოა გქონდეს დიპლომი იმისთვის, რომ საპრეზიდენტო სკამისთვის იბრძოლონ, არათუ პრეზიდენტი გახდნენ. გესმის? ნაბიჯით არ დაკმაყოფილდა ერდოღანი და უფრო რადიკალურ ზომებს მიმართა. დააკავა იმამოღლუ და კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი კორუფციისა და ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც თურქეთის როლი როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე იზრდება. თავდაჯერებული პრეზიდენტი კი ძალაუფლების შენარჩუნებას გეგმავს. ჯერ იყო და რუსეთს ბოსფორის სრუტეს უკეტავს და უკრაინას ღია მხარდაჭერას უცხადებს. შემდეგ სირიაში თურქეთის მხარდაჭერით ასადის რეჟიმი რამდენიმე საათში დაინგრა და ასადი გაიქცა. ახლა კი თურქეთი ევროკავშირსაც დასჭირდა სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ერდოღანი ცდილობს მისი და მისი სამხედროების მნიშვნელობის გაზრდას. ასევე ტოლულების შეთანხმება ევროკავშირსა და ანკარას შორის, რომელსაც ევროკავშირი დიდად უფრთხილდება. გარდა ამისა, ტრამპი ავტორიტარი მმართველების დიდი მოყვარულია, რაც ერდოღანისთვისაც ცნობილია. აშშ-ის გაურკვეველი და ბუნდოვანებით მოცული პოლიტიკის ფონზე ერდოღანი იწყებს მოწინააღმდეგეების მოშორებას, რასთან დაკავშირებითაც ვერც ვერავინ იღებს ხმას ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო. თუმცა რამდენ ხანს შენარჩუნდება დუმილი, არავინ იცის. ერდოღანის 23 წლიანი მმართველობა რეალური საფრთხის წინაშე დადგა. პირველი ბზარი 2019 წელს დაიწყო მის რეჟიმს, როდესაც დაკარგა ყველაზე დიდი და ყველაზე განვითარებული ქალაქის კონტროლი. სტამბოლის მერი გახდა ეკრემ იმამოღლუ. იმამოღლუს დაკავების მცდელობა 2022 წელსაც ჰქონდა ერდოღანს და 2 წელიც მიუსაჯეს, თუმცა უკანონო გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო შეინარჩუნა მერის პოსტი იმამოღლუმ. 23 წლის გამოკითხვების მიხედვით იმამოღლუ ან თანაბარ შედეგს აჩვენებდა, ან სჯობნიდა ერდოღანს ერთიერთზე დაპირისპირების შემთხვევაში. თუმცა იმის გამო, რომ არსებობდა კანდიდატის მოხსნის საშიშროება და შესაძლებელი იყო სამართლებრივი დევნის განახლება, იმამოღლუს კანდიდატურა სხვა პირით ჩანაცვლეს, რომელმაც წააგო. 25 წლის 23 მარტს დაგეგმილი იყო შიდა პარტიული არჩევნები, სადაც გადაწყდებოდა და აირჩევდნენ იმ პირს, ვინც ერდოღანის ან ერდოღანის პარტიის რომელიმე სხვა პირის მთავარი მეტოქე იქნებოდა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. 19 მარტს კი იმამოღლუ დააკავეს. მანამდე კი 18 მარტს დიპლომი ჩამოართვეს. იმამოღლუს დაკავების დღეს თურქეთში 7 დღით აიკრძალა აქციების გამართვა, მიტინგების ორგანიზება, ხალხმრავალი შეკრებები, თუმცა ეს აკრძალვა ყოველწამიერად ირღვევდა და ახლაც ირღვევა. როგორც იმამოღლუს პარტია აცხადებს, 15 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა შიდა პარტიულ არჩევნებში და დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირეს ეკრემ იმამოღლუს კანდიდატურას. 99 წელს რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც დააკავეს ციხეში და სწორედ მისი დაპატიმრების შემდეგ ერდოღანის რეიტინგი და პოპულარობა ძალიან გაიზარდა. 2016 წელს, როდესაც სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ ერდოღანის წინააღმდეგ, 150,000-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. 50,000-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, მოქალაქეები. იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთი დიდმა ქაოსმა მოიცვა.
ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ღიად აპროტესტებდნენ იმამოღლუს პოლიტიკური ნიშნით დაკავებას. დაიწყო პოლიციასთან შეტაკებებიც. დააკავეს ათასობით მომიტინგე და მხოლოდ ერთ დღეში იმამოღლუს დაკავებიდან 24 საათში ტვიტერის ქსელში იმამოღლუს დაკავებას 2 მილიონზე მეტი ტვიტი მიეძღვნა. პროტესტს უწყვეტი სახე აქვს და დღეს მდგომარეობით საქმე ისე ჩანს, რომ თურქები ბოლომდე აპირებენ ბრძოლას. ესმით ამ ბრძოლის მნიშვნელობა და ხედავენ ყველა იმ რისკს, რაც შეიძლება მოყვეს ერდოღანისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას. წინ საინტერესო და დაძაბული ამბები გველის. დაველოდოთ სიახლეებს და ვნახოთ ოპოზიცია გაუძლებს ზეწოლას თუ ვერ, მოახერხებს ერდოღანი ძალაუფლების შენარჩუნებას თუ მოუწევს უკან დახევა. ვნახოთ, ფაქტია, ერდოღანმა ადგილობრივი არჩევნები წააგო და მისი რეიტინგიც კლებადია. შესაბამისად, მეტი მოქმედება სჭირდება ყველაფრის ფასად. ერდოღანის კოზირი არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციაა, ხოლო ოპოზიციის კოზირი შიდა უკმაყოფილებაა.